აბასთუმანში ჩამოცხა და რა თქმა უნდა ორგანიზმის ხარჯი და მოთხოვნილებაც წყალთან მიმართებით გაიზარდა. ადამიანს წყურია ხოლმე როცა სადღაც 1.5% რაც წყალი გააჩნია, თუ დააკლდება ძირითადად ოფლით. და რა თქმა უნდა, წყურვილი უნდა დაიკმაყოფილოთ 7 წყნარი წყლისმით, რომელიც ჭამამდე უნდა ხდებოდეს ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ზაფხულში წყლისმის კულტურა. ჭამამდე არ დაგავიწყდეთ ნელ-ნელა, ყლუპ-ყლუპ დალიოთ წყალი, რომ მერე ჭამის შემდეგ 2 საათი აღარ დალიოთ სითხე წყალი. მაგრამ არანაირი წყლისმის კულტურა არ შველის, როცა ორგანიზმს აკლია მიკროელემენტები. უჯრედებს კონკრეტულად როცა აკლიათ მიკროელემენტები, ისინი აძლევენ ისეთ სიგნალებს ტვინს და მთლიანად ორგანიზმს, რომ ორგანიზმი იწყებს წყლის დამარაგებას. პარადოქსია, როცა წყალი აკლია უჯრედებს ორგანიზმის მთლიანობაში, ორგანიზმის გარკვეული ქსოვილები იწყებენ შეშუპებას, ანუ წყლის დაგროვებას. შეშუპება უთხოვარი ნიშანია იმისა, რომ გაუწყლოვება ორგანიზმში. და გაუწყლოვება პირველ რიგში ეხება მიკროელემენტების დეფიციტს. ისეთი როგორც წარმოიდგინეთ თქვენ ნატრიუმიც კი, ხო? ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი ეს ძირითადი, ყველაზე მთავარი მიკროელემენტებია, რომელიც ორგანიზმს მუდმივად ყოველდღიურად ჭირდება. რომ შეავსოს. რატო? იმიტომ რომ მაგნიუმს ძალიან სწრაფად კარგავს ოფლით. ვარჯიშისას და ზაფხულში ყველა კარგავთ მაგნიუმს ძალიან სწრაფად. კალციუმი სხვათა შორის არ ჩამორჩება, თითქმის არ ჩამორჩება. და მისი შევსება უნდა მოხდეს მწვანელობიოთი. კიტრით სხვათა შორის კალიუმს და ნატრიუმს რაც შეეხება, უფრო ავოკადო. და ავოკადო. წვანილებშიც არის რეჰანში მაგალითად. მაგრამ ისეთი კარგი ტროპიკული მცენარეული საკვები გაჩნდა ამ ბოლო დროს, რომ ჯობია ავოკადოთი შევავსოთ კალიუმი ორგანიზმში. თორემ კალიუმის დეფიციტი იწვევს მერე გულის კუნთის მუშაობის დარღვევებს, რაც ზაფხულში განსაკუთრებით არაა სასურველი. არასოდეს, მაგრამ განსაკუთრებით ზაფხულში. რაც შეეხება მაგნიუმს, მაგნიუმი პასუხისმგებელია ძალიან ბევრ რაღაცაზე და პირველ რიგში ცილოვან ნივთიერებად ცვლაზე, პასუხისმგებელია ნეირონების მდგომარეობაზე, რკინის არ იყოს და ასე და ასე შემდეგ, ძალიან ბევრია. კალციუმი გასაგებია ძვლები, მაგრამ ძვლების გარდა კიდე ზაფხულში იოლად გამრავლებადი სოკო, სტაფილოკოკი და მსგავსი ინფექციების ბუდეების ჩასაკირად. ძალიან უჭირს ორგანიზმს სტაფილოკოკის სოკო საფუარის გადამკიდე დღევანდელი შხამ საკვებით მაღაზიაში რომ არაფერი არ იყიდება, ამის გამო ძალიან იოლად მრავლდებიან პირობითად არაპათოგენური მიკრობები, მათ შორის სოკოა, საფუარია, სტაფილოკოკი სხვათა შორის პირველ რიგში. როცა ორგანიზმს უჯრედებს აკლია წყალი და გაუწყლოვება, ჩათვალეთ, რომ ყველა ფუნქცია, ყველაფერი არის დაქვეითებული, ადამიანი დარეტიანებულივით ხდება, უხასიათოდ თან რაც უფრო მეტი გრადუსია, ტვინის აქტივობა იკლებს 36 გრადუსზე, ჩათვალეთ, რომ ინტელექტუალური შესაძლებლობები განულებულია პრაქტიკულად. ამასთან ერთვის და ეს არა მარტო ინტელექტუალურ შესაძლებლობებში გამოიხატება, არამედ ზოგადად ორგანიზმის მართვაშიც.
სულ არ იყოს ზაფხულის სეზონური მიკროელემენტების დეფიციტი, ნერვული სისტემა საკმაოდ რთულ გარემოშია დღისით, სიცხეში და ამიტომაც რეგულაცია ორგანიზმის დარღვეულია. ამ დროს სასურველია, რომ აქტივობა, იქნება ეს ინტელექტუალური თუ ფიზიკური, იყოს დღის გრილ პერიოდში. მთაში გასაგებია ღამის 3-ის გარეშე ვერ დაიძინებ. სადღაც 4 საათის შემდეგ აბასთუმანში უკვე 4 საათიდან იწყება სიგრილე და ღამე სიცივეა, გაგანია სიცხეშიც. ეს სადღაც 8-9 საათამდე გრძელდება. ამიტომაც ზაფხულში არ ვარგა დიდხანს ძილი, განსაკუთრებით ზაფხულში. გაიღვიძეთ 8-ის ნახევარზე, მოასწარით საქმეები, რომ 11 საათიდან 4-მდე, 5-მდე მაქსიმალურად ნაკლებად დატვირთოთ როგორც ტვინი, ასევე ორგანიზმის დანარჩენი ნაწილებიც, ანუ ნაკლებად აქტიური იყოთ. კონდიციონერები ერთის მხრივ იძლევიან შვების შეგრძნებას პროფესორად, მაგრამ მეორეს მხრივ დიდ როლს თამაშობენ მიკროელემენტების დაკარგვაში, იმიტომ რომ ხელს უწყობენ შარცასქესო სისტემაში ანთებებს, მარტივად რო ვთქვათ, გაციებებს და ეს უკვე მიკროელემენტების თირკმლებიდან დაკარგვას, აი ოფლი თუ კანიდან გვაკარგებს, თირკმლებში პირველად შარდიდან უნდა აიღოს თირკმელმა უკან. ცილა იქნება, მიკროელემენტი იქნება თუ სხვა საჭირო და ღირებული ნივთიერებები, იონები, მიკროელემენტები და ისე ჩამოყალიბოს მეორადი შარდი. და როცა კონდიციონერების გადამკიდე გაიცივებთ წელს, ფეხს და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, თირკმელი კარგად ვერ დაიბრუნებს პირველადი შარდიდან ცილებსაც და პირველ რიგში ყველაზე ძვირად ღირებულ რამეს, ესაა მიკროელემენტები. ვიტამინებზე უფრო მნიშვნელოვანია შეგახსენებთ მიკროელემენტები. სპორტსმენებს რაც შეეხებათ, რომელიც უოფრიანობენ, ყველა მიცის ეს სპორტსმენმა, რომ მეორე, მესამე, ყოველდღე რო ვარჯიშობენ, ზამთარია, ზაფხულია, ოფს რო ყურიან და არ ხდება რეჰიდრატაცია, რემინერალიზაცია. აი საშინელებები ეწყებათ, კუჭნაწლავი პირველ რიგში, ნაღლის ბუშტი, კუჭის ტკივილი და ასე შემდეგ და მერე უკვე ყველაფერი დაანჩენი. გამოსავალი არის სპორტსმენებო, შეკრებები მოითხოვეთ გააკეთონ სადმე, სადაც არის მინერალური წყლები. და ეს მინერალური წყლები მაღაზიაში ნაყიდის ელექტროლიტია, შხამია ჩათვალეთ. აი მინერალური წყლები გამოირჩევა იმით, ადგილზე თუ დალევთ, რომ ქელატურ შენაერთი არის იმ წყალში, ანუ შეფუთულია ის იონი და შხამი არა და დღეში 2-ჯერ, 3-ჯერ შეეცადეთ აი ეს დალიოთ ეს მინერალური წყალი ვარჯიში როცა არის. ვისაც აქვს საშუალება, რომ მინერალური წყალი დალიოს ადგილზე და არა ჩამოსხმით და რაღაცით, რა თქმა უნდა, ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით მიაკითხეთ მინერალურ წყლებს. პრინციპში ნებისმიერ მინერალურ წყალს, გარდა ტუტოვანისა, ბორჯომი გამოსარეცხათა კარგი, სწორი ნაწლავი იქნება თუ პირისგრო. დასალევად ტუტე არა. ასე დაამრიგად აღიდგინეთ მიკროელემენტების მარაგი უჯრედებში და ის საზიზღარის შეგრძნება, რომ სვავთ წყალს და არ ყოფნით, ეს აღარ გექნებათ. რატო? იმიტომ რომ წყალი არის ტრანსპორტი, რომელსაც მიაქვს უჯრედებში პასაჟირები, ანუ მიკროელემენტები და ეს მიკროელემენტები უნდა იყოს შეფუთული ქელატურ შენაერთებში, მცენარეული საკვები იქნება და განსაკუთრებით კი მინერალური წყლები. და ეს დაიმახსოვრეთ, მწვანე ლობიო.
რაც შორის ხმელი ლობიოც, მარცვალი, კიტრი, ავოკადო კალიუმისთვის, წვანილი, ნებადართული რა თქმა უნდა, სწორი კვებიდან გამომდინარე, რეჰანი რაც შეიძლება ხშირად და თუ ვისაც ბედმა გაუღიმა და მინერალური წყალი ახლოსაა, აუცილებლად არ დაგეზაროთ მიდით. და ისე დალიეთ, იმიტომ რომ 5-15 წუთში მიდის დალექვა ამ ქელატურის შენერთების და ჩათვალეთ რომ არაფერი. კი არა და შეიძლება უარესიც. ამიტომაც არ დაგიზაროთ, მიდით, დალიეთ დილის სიგრილეში და საღამოს სიგრილეში, კაი, შუადღე გამოტოვეთ. აუცილებლად მიკროელემენტები, აუცილებლად პირველ რიგში, აუცილებლად სითხესთან ერთად, წყალთან ერთად და სასურველია, შეიძლება ითქვას აუცილებელია ქელატურ ფორმაში, ანუ მინერალური წყაროების ახალ ამოსული წყალი. იყავით ჯანმრთელნი და ბედნიერნი.